სახელმწიფო ენის სწავლების და ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის იუსტიციის და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის სერვისების განვითარების სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად ეროვნული უმცირესობები და კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის ქართული ენის სწავლების სპეციალური კურსები დაიგეგმება. ჩვენ კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ვაფორმებთ დღეს ამ მემორანდუმს იმ მიზნით, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკეთესად შეძლოს თანამშრომლობა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან და იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ უკეთესად შეძლოს იმ ძლიერი ინფრასტრუქტურის გამოყენება მთელ საქართველოში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს. მინდა აქ ორ მოსახლეობას მიულოცო ამ ცენტრის გახსნა, იმიტომ რომ ეს არის მულტიფუნქციური, ასე ვთქვათ, დაწესებულება. ჩვენ, რასაც ვაპირებთ მემორანდუმის ფარგლებში, არის ის, რომ გამოვიყენოთ ეს ინფრასტრუქტურა, შიგნით არსებული სივრცე იმისათვის, რომ ჟვანიას სკოლამ გააქტიუროს თავისი, ასე ვთქვათ, პროგრამები ამ კონკრეტულ რეგიონებში